ბევრი მიმართულებით ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მათ შორის საქართველოსთვის, მას შემდეგ რაც უნგრეთში ახალი მთავრობა მართვის ადავებს გადაიბარებს. დაახლოებით 30 დღე რჩება ვიქტორ ორბანს, ვიდრე მისი 16 წლიანი მმართველობა ოფიციალურად დასრულდება. ეს სწორედ ის ვადაა, როდესაც პრეზიდენტმა ახალი პარლამენტის პირველი სხდომა უნდა მოიწვიოს და ახალი დეპუტატების უფლება მოსილება უნდა ცნოს. ამის შემდეგ უკვე ოფიციალურად პიტერ მადიარის მმართველი პარტია გადაიბარებს ძალაუფლებას და დაიწყება, შეიძლება ითქვას, რომ ახალი ცხოვრება უნგრეთში, როგორც ამას ბევრი უწოდებს უკვე. სწორედ ამის შემდეგ მოუწევს ოცნებას ბევრი არჩევანის გაკეთება, რადგან ვიქტორ ორბანი არავისთვის უცნობი არ არის, რომ მათთვის მთავარი მოკავშირე იყო ევროკავშირში, რომელიც ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას ბლოკავდა ევროკავშირში არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ ზოგადად მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსაც და ყველაზე მეტად ეიმედებოდა ივანიშვილის გუნდს ვიქტორ ორბანი, არც ეს იქნება გადაჭარბებული ნათქვამი და ამაზე მოწმობს მათ შორის ის არაერთი შეხვედრა, რომელიც ბოლო პერიოდში უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, მათ შორის ირაკლი ყობახიძეს და მისი მთავრობის სხვა წევრებსაც აქვთ გამართული. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა უნგრეთის ისტორიულ არჩევნებს და ის ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ამ პროცესმა აჩვენა, რომ დიქტატორები არჩებიან ძალაუფლებაში უსასრულოდ და ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ვიდრე გაგაცნობთ რა, როგორი მოსაზრებები არსებობს ამ არჩევნების ირგვლივ საქართველოსთან მიმართებით, მოდი მოვისმინოთ რა დაწერა სალომე ზურაბიშვილმა. დიქტატორები მიდიან ერთი მეორის მიყოლებით, ვინ მშვიდობიანად, ვინ მახვილით და ომით, მაგრამ მიდიან უსასრულო არაფერი ამ ქვეყნად. აღდგომის ნიშანიც ეს არის. სიკვდილის და უსამართლობის შემდეგ სიცოცხლე და ნათელი დღე. გილოცავთ. ახლა იმის შესახებ თუ რა შეიძლება მოხდეს და რამდენად მძიმე შედეგები შეიძლება მოუტანოს ქართულ ოცნებას უნგრეთში ხელისუფლების შეცვლამ. როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ამის შემდეგ არის მოსალოდნელი, რომ დიდი ალბათობით ევროკავშირში კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება საუბარი პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ, რადგან როგორც უკვე გითხარით, სწორედ ორბანი იყო ის მთავარი ძალა, რომელიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა და ბლოკავდა იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებდნენ ბრიუსელში ქართულ ოცნებასთან მიმართებით. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ სწორედ ახლა იწყება ქართული ოცნებისთვის ყველაზე მძიმე დღეები, ამიტომ მათ მოუწევთ, რომ გააკეთონ არჩევანი. ისე კი თვალშისაცემია ისიც, რომ მხოლოდ რამდენიმე დაახლოებით 1 საათის წინ საქართველოს მთავრობის სახელით გავრცელდა განცხადება, სწორედ დღეს მიულოცეს მათ უნგრეთის ახალი მმართველი პარტიის ლიდერს არჩევნებში გამარჯვება და ასევე მადლობა გადაუხადეს ვიქტორ ორბანს თანამშრომლობისთვის. ამ განცხადებაში საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრობა და კავშირი გაგრძელდება. საინტერესოა მათ შორის როგორი იქნება ქართული ოცნების დამოკიდებულება და მათი პოლიტიკა უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან მიმართებით, როგორ შეეცდებიან ისინი იმ კონტაქტების და კავშირების გაგრძელებას, როგორიც ჰქონდათ მათ ორბანთან, რადგან არავისთვის ახალი ამბავი არ არის, რომ ორბანის და მადიარის მოსაზრებები და მათი საგარეო პოლიტიკური კურსი თუ მიმართულება მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ, ვინ როგორ აფასებს უნგრეთში ხელისუფლების შეცვლას და რას მოელიან უკვე საქართველოში ქართულ ოცნებასთან მიმართებით. არის ალბათობა კვლავ ევროკავშირის ერთიანობის გაძლიერების კუთხით, რომ არ არის გამორიცხული ევროკავშირში კვლავ წამოიწიოს პერსონალური სანქციების საკითხმა და ამ შემთხვევაში უკვე ივანიშვილის დამცველი ბრიუსელში არავინ არ დარჩა. უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, უნგრეთში ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები, უნგრეთში არსებობს დიდი პოლიტიკური კულტურა, ყოველ შემთხვევაში ბევრად უფრო დიდი, ვიდრე საქართველოს გააჩნია და უნგრეთში მათ შორის საარჩევნო ინსტიტუტები აბსოლუტურად სხვაგვარად ფუნქციონირებენ. ამიტომ ერთ-ერთი რაც ჩემის აზრით ამას გაკვეთილი არ ჭირდება ორბანისგან, რაც აუცილებელია საქართველოში, ეს არის მას მოსახლეობის კიდევ უფრო ინფორმირებულობა იმაში, რომ რუსული გზა არის საქართველოსთვის დამღუპველი. ორბანი დამარცხდა, უნგრეთი თავისუფალი არის, უნგრეთში დემოკრატიული ძალების გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ჩამოშლილი არის ილიბერალური დემოკრატიის მოდელი, რომელსაც ორბანი აშენებდა 16 წლის განმავლობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპულ საბჭოში ტროას ცხენი ორბანის სახით აღარ არსებობს და ქართული ოცნება დაკარგავს მთავარ ფარს, ეს იყო ვეტოს უფლება, რომელიც ჰქონდა ორბანს და რომელიც ბლოკავდა
აქტიური, რეალური სანქციების დაწესებას, რის გამოც დღის წესრიგში საერთოდ დადგა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების თემაც. ეს არის მნიშვნელოვანი ტექტონიკური ცვლილება მთლიანად ევროპის პოლიტიკისთვის და რა თქმა უნდა ჩვენთვისაც, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილისთვის, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის რომ დღეს პუტინს აღარ ყავს მთავარი დასაყრდენი ძალა ევროკავშირის შიგნით, ეს არის მნიშვნელოვანი გამარჯვება, მათ შორის ჩვენთვისაც, იმიტომ რომ დაბრკოლებები, რომელიც ქონდა ევროკავშირის გადაწყვეტილებების კუთხით საქართველოს მხარდასაჭერად და ქართული დემოკრატიის და ევროპული მომავლის არის მოხსნილი, ამიტომ ერთი მხრივ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გამარჯვება მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც უნგრეთში იყო და რომელიც გარკვეულწილად მსგავსია საქართველოსი და მეორე მხრივ ეს არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ ერთიანი პოზიციონირებით მოხდეს მათ შორის გადაწყვეტილებების მიღება ევროკავშირის შიგნით ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად. უნგრეთის ისტორიულ საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა EUTHO-ს სადამკვირვებლო მისია 200 კაციან დელეგაციაზეა საუბარი და ამ არჩევნებს ასევე აკვირდებოდნენ დეპუტატები ქართული ოცნებიდან და ახლა მედიას აინტერესებს თავად როგორ აფასებენ ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები იმ საარჩევნო პროცესს, რომელიც ბევრი დარღვევის მიუხედავად დასრულდა ისე როგორც დასრულდა და ძალაუფლება პროდასავლურმა ძალებმა გადაიბარეს და რუსული გავლენები უნგრეთში დღეიდან კიდევ უფრო მეტად შესუსტდება და როგორც ახალი მმართველი აანონსებს დაიწყებს კორუფციასთან ბრძოლასა და მათ შორის იმ საქმეების გამოძებას, რომელიც დაკავშირებულია ბოლო დღეებში გავრცელებულ ფაქტებზე რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ. ისე კი ქართულ ოცნებას კიდევ ერთი საფიქრალი ექნება დღეიდან, რადგან უნგრეთში ეს ისტორიული არჩევნები ტარდება ევროკავშირში დაანონსებული სამიტის წინ, როგორც უკვე ვიცით, 21 აპრილს აპირებენ ევროპელი ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრები შეკრებას და ვიცით, რომ დღის წესრიგში არის საქართველოს საკითხის განხილვაც ჩასმული და ამ საკითხის განხილვის დროს ისინი დიდი ალბათობით შეეხებიან სწორედ ბოლო ერთ წელიწადში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის რეპრესიულად მიღებული კანონების თუ პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ და ვიცით, რომ ამ დრომდე რჩებიან ევროპაში ისეთი სახელმწიფოები და ასეთი სახელმწიფო მრავლად არის, რომლებიც ითხოვენ სანქციების დაწესებას ქართული ოცნების წინააღმდეგ. ახლა უნგრეთის ძველი ხელისუფლება კარგავს მართვის სადავებს და ამიტომ საინტერესოა სანქციების შესახებ ხომ არ იქნება რაიმე გადაწყვეტილება მიღებული ევროპის დედაქალაქში.